გამოსავალი ნამდვილად. რაც შეეხება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ინციდენტს, მე ვიცი რომ თქვენ იქ ჩაგწერათ Real TV-მ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ და შემდეგ მოხდა ამ ინფორმაციის სახეცვლა, ასე ვთქვათ. რა მოხდა იქნებ მოგვითხროთ ზუსტად. იცით რა, როდესაც შევედი უკვე ფილარმონიაში, მე დარბაზში შესვლა ვერ მოვახერხე, უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო, თუმცა მოსაწვევები ადგილებით ჰქონდა ყველას ჩვენ მომღერლებს, ვინც ვიყავით მიწვეულები, მაგრამ ვერ შევედით, ასე მოხდა დარბაზში. მოვიდა Real TV-ს ჟურნალისტი და აიღო ძალიან ვრცელი ინტერვიუ სასაცილო კითხვებით. ვარ თუ არა მე სოციალურად გაჭირვებული, მაშინ რა მინდა აქვს, თუ არ ვარ სოციალურად გაჭირვებული და ასე შემდეგ. არ გაუშვეს ეთერში, ასე გავიგე რომ არ გაუშვეს ეს ინტერვიუ ეთერში, მე ვიფიქრე რომ არ გაუშვეს იმიტომ რომ მათთვის ასურველი პასუხები არ იყო ამ ინტერვიუში. მე აღმოჩნდა რომ თქვენს რომ საერთოდ არ ყოფილა იმის გამო რომ გია გაჩეჩილაძე გააპროტესტა ბატონო. შეკითხვა ამის შესახებ, ანუ რომ უნდა გემღერათ და რატომ არ მღერით, დაისვა ჟურნალისტის მხრიდან? არა, მსგავსი კითხვა არ იყო. საერთოდ ის რომ ჰიმნზე საუბარი იყო, საერთოდ მე მივხვდი რომ არავინ არ იცოდა. და ეს მართლა რომ იცით როგორ იყო იქვე იმავე დღეს, როდესაც მოხდა შემოთავაზება ჰიმნთან დაკავშირებით, იმავე დღეს გადავწყვიტეთ რომ ასე არ ყოფილიყო, როგორც იყო ჩაფიქრებული. იქვე დამთავრდა ამაზე საუბარი. აი საიდან მოხდა ეს ინფორმაცია მათთან არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ძალიან უხერხულია ის რომ არ უშვებს ინტერვიუ იგივე ტელეკომპანიის მიერ ჩაწერილი ინტერვიუს არ უშვებს ტელეკომპანია, იმიტომ რომ მოიგონოს ასეთი ისტორია, იმიტომ რომ მას ასე აწყოს. მეც ვიყავი, ლიზა ბაგრატიონიც იყო კრებაზე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ძალიან ბევრი ვიყავით. ასე რომ ეს არის იბრძვიან იმ ხერხებით, რითიც შეუძლია. და როგორ ახსნით ამას, რატომ მაინც და მაინც დაუშვათ მომღერლების თემა, თქვენი თემა, ვთქვათ, გიორგი გაჩეჩილაძის თემა ამ კონკრეტულ შემთხვევაში? რატომ რა მიზანს შეიძლება ეს ემსახურება? იცით რა, მე მგონია რომ რაღაცა გია გაჩეჩილაძის თემა ვერ გაიგეს. ცოტა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ალბათ ხალხში ეს და რაღაცა ამ თემის აგორება უნდათ ალბათ, მე არ ვიცი და რაღაცნაირად მე და ლიზას ეს ცოტა არ იყოს მოგვარი. სხვათა შორის სტატიაში ნათქვამი იყო რომ ლიზა ბაგრატიონთან დარეკეს და მან უბრალოდ არ ისურვა საერთოდ პასუხისგაცემა ამ შემთხვევაში. არა, ლიზა როგორც მახსოვს, ლიზას ვკითხე მე და მითხრა რომ დარეკეს და მკითხეს რომ იყავით თუ არა მიწვეულები კრებაზე. ლიზამ უთხრა რომ ვიყავი მიწვეული, მოსაწვევიც ჰქონდა და ვიყავი. მაგრამ გასაგები, ანუ არანაირ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია. არანაირ. ძალიან დიდი მადლობა. მომღერალი ნატო მეტონიძე იყო ჩვენი სტუმარი, თქვენ უსმენთ ეკაბერძის რადიოსაც, მე 10 საათამდე გემშვიდობებით დროებით.